დღეს ძალიან ისეთ საჭირო და სასარგებლო თემაზე მე ვიტყოდი, აუცილებელ თემაზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის მშვიდობა, შინაგანი მშვიდობა, რა არის, როგორ ეძლევა ადამიანს და როგორ უნდა ვიბრძოლოთ, რომ შევინარჩუნოთ ეს შინაგანი მშვიდობა. ამ თემას წარმოგვიდგენს ჩვენი უწმინდესი პატრიარქი ილია მეორე. ის ეპისტოლეების მიხედვით აქვს მოკრეფილი ეს თემა, მაგრამ იმისთვის, რომ გავარკვიოთ ეს შინაგანი მშვიდობა, პირველ რიგში შინაგანი მშვიდობა მხოლოდ ადამიანს ეკუთვნის, ამიტომ პატრიარქს ასიაქვს ეს განხილული, აი როგორც ღმერთი სამშობლო ადამიანზე იხილავს, ამიტომ მხოლოდ ადამიანს აქვს ასეთი უნარი და მხოლოდ ადამიანი არის შექმნილი უფლის ხატად და მსგავსად. აი ასეთი განსაკუთრებული, ესე იგი, სიცოცხლე გვაჩუქა ღმერთმა და უწმინდესი პირველ რიგში ნახეთ როგორ ამბობს. მთელი ხილული სამყაროს წარმოშობას ღვთის სიტყვა ედო საფუძვლად. ანუ ამით გვეუბნება, რომ სიტყვით შექმნა ღმერთმა სამყარო. მხოლოდ ადამიანი შეიქმნა ყოვლადწმინდა სამების წინასწარი ბჭობითო. ანუ თითქოს იგი რაღაცაზე ერთმანეთთან ისაუბრეს. დათქვა ღმერთმა, ვქმნეთ კაცი ხატისამებრ ჩვენისა და მსგავსებისამებრ. ანუ ესე იგი ერთმანეთთან ჰქონდათო რა, ამაზე საუბარი. მხოლოდ ადამიანს მიანიჭა არსთა განმრიგემ ხატება თვისი და შექმნა ღმერთმა კაცი სახე თვისა და ხატად თვისა. ეს ამონაწერებია ბიბლიიდან. თანდათანობით შეიქმნა იგი სხვა ქმნილებადი კი წამისყოფით, ანუ სამყარო წამისყოფით შეიქმნაო, აი ბრძანა და ეგრევე განათდა, ხო, იყოს სიბნელე, იყოს ნათელი თქვა და განათდა, აი ამაზეა ლაპარაკი. ხო და ადამიანზე ასე არაო. მხოლოდ მასშტაბერა უზენაესმა თავისი უკვდავი სული და შექმნა ღმერთმან, გამოფალმა ღმერთმან კაცი მტუერისა მომღებელმან ქვეყნისაგან. ადამი წითელ მიწას თიხას ნიშნავს და შთაბერა პირსა მისა სული სიცოცხლისაი და იქმნა კაცი იგი სულია ცხოვრებად. აი ასე ადამიანმა ცხოვრეს ყოფილი უკვდავი სული უბოძა ადამიანს, ღმერთმა უბოძა ადამიანს. ამიტომაც იგი გვირგვინი ქმნილებისა და მთავარი ამ სამყაროს შექმნის მთავარი გვირგვინი, მეფე, ხელმძღვანელი, ისთვის მთელი სამყარო შეიქმნა, ეს არის ადამიანი. ხოლო დანიშნულება მისი ყველაზე მაღალი და დიადი. ამიტომაც იგი გამხდობის ღირსი და ამიტომაც მხოლოდ მას შეუძლია განიხდოს. რა არის გამხდობა? ღმერთს მიმსგავსება. აი ღმერთი რო გახდეს, რა წმინდა მამამისს უწევს, რა არის ადამიანის მიზანი? ადამიანი გახდეს ღმერთი, ანუ მიუახლოვდეს ღმერთს, დაემსგავსოს თავისი ცხოვრება. ანუ პოტენცია ხატება ღვთისა მარტო ადამიანშია, რომ მიემსგავსოს ღმერთთან. მსგავსება შესაბამისად არის ის, რომ მისი ცხოვრება ადამიანის რამდენად დაემსგავსება და გაეტოლება ღმერთის ცხოვრებას. მაგრამ ადამიანმა ბოროტად გამოიყენა თავისუფალი ნება, გაჩენის დღიდან რომ მოემადლა მას. მან უარყო ღვთისმცნება და იგემა რა ნაყოფი ხისაგან შემეცნებისა, კეთილისა და ბოროტისა დაკარგა ერთობა ღმერთთან, რის გამოც დაკარგა შინაგანი მთლიანობა და სულიერი მშვიდობა. აი ესეთი შინაგანი მშვიდობა დაკარგა. მოდი ახლა ერთი რამე გავიაზროთ. ესე იგი, ადამიანს ღმერთმა 64-ში მიუჩინა ბინა, ანუ თავისი სახლი დაუთმო არა, შესთავაზა საცხოვრებლად. მაგრამ ცოდვა არის განშორება ღმერთისგან, ანუ ცოდვა არის ღმერთის საწინააღმდეგო მოქცევა. ხო და ადამიანმა ცოდვით დაკარგა ეს ყველაფერი და პირველ რიგში დაკარგა სულიერი შინაგანი მშვიდობა. პირველ ქმნილმა ცოდვამ
დაარღვია არა მარტო ადამიანის სულიერი წონასწორობა, არამედ სამყაროში არსებული წესრიგი. აი ამ ცოდვამ, ადამიანის ცოდვამ, მთელი წესრიგიც დაარღვია. ცოდვა შემოხვდა სოფლად და მასთან ერთად სიკვდილია. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ცოდვის ჩადენამ უკვე სიკვდილი გამოიწვია, თორე სიკვდილი არ არსებობდა. ადამიანი არც სულიერად ხვდებოდა, არც ხორციელად. ისეთი შექმნა ღმერთმა, მაგრამ ცოდვის ჩადენამ უკვე გამოიწვია ხორციელი სიკვდილი. რომელსაც ჩვენ გარდაცვალებას ვეძახით, იმიტომ რომ სული მაინც უკვდავი რჩება, აი ეს არის ჩადებული ეს საიდუმლო. ცოდვა ფიქრით მოედო ადამიანის სულს. მისი თანდაყოლილი სიკეთის ხარჯზე დაიწყო არსებობა. გაჩნდა შუღლი, პრობა, სიძულვილი, ძმის მკვლელობა, ბოროტმა ძალამ, მდაბარ ვნებათა მსახურებად აქცია კაცი. ნახეთ, როგორი შექმნა და უკვე როგორი, ახლა როგორია კი ვიცით უკვე, მაგრამ აი პატრიარქი ამას გვეუბნება, რომ სულ სხვა რამისთვის შექმნა ადამიანი. და დღეს სულ სხვანაირად იქცა ასობრიობის მდგომარეობა. ცოდვა შეიჭრა ჩვენს არსებაში, იქ გაიდგა ფესვი და დამკვიდრდა. პიროვნებაში ერთმანეთს შეეჯახა სიკეთე და ბოროტება. და ეს ჭიდილია ადამიანში, შემოდი უფასებო. და გული მისი კეთილისა და ბოროტის შორის ბრძოლის ასპარეზია. ანუ ჩვენ გულში ხდება ერკინება ერთმანეთს, სიკეთე და ბოროტება, შავი და ბნელი და ადამიანი გული არის ამის ასპარეზი. ეს ბრძოლა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება, ეგ არის ერთი მომენტი. სადამდე უფალო, სადამდე ვიდრე უკანასკნელ ამოსულქვამდე. იმიტომ ჩვენ ვიცით ასეთი შემთხვევები, რომ ადამიანმა სულთათი ცხოვრა, წმინდათი ცხოვრა, რაღაცა ბოლომდე ბოლოს დაუშვა შეცდომა და დარწმუნდა. მაგრამ ვიცით ასეთი შემთხვევაც, რომ არასწორად ცხოვრობდა ადამიანი, ბოლოს სიმდაბლეში ჩავარდა, შეინანა, განიწმინდა და ცხონდა. ესეთი მშვენივრად წერს წმინდა პავლე მოციქული. არა რომელი იგიმნებავს კეთილი, მას ვყოფ. რაც მინდა იმას კი არ ვაკეთებო, არამედ რომელი კი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქ. ანუ მე მინდა რომ კეთილი გავაკეთო. მაგრამ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მე მინდაო. ვაკეთებ იმას, რაც ბოროტიაო. რატო აქვე ბარემ ვიტყვით, რომ იმიტომ რომ ჩემში არსებული ცოდვა ჩემზე ძლიერიაო. ამბობს. შინაგანმა, ოღონდ ეს მხოლოდ დასაწყისი, მე რომ განიწმინდება, რა თქმა უნდა, უკვე სხვანაირია პავლე მოციქული. შინაგანმა გაორებამ ბუნებრივად წარმოშვა ადამიანის ცხოვრების ორი გზა. პირველი ჭეშმარიტებისაკენ მიდის, მეორე კი შეუცნობელი არ ყოფნისაკენ. ჭეშმარიტება ყოფიერების სათავეა, ცხოვრების წყაროა, ქმნადობის მიზეზია, ნათელია, იგი დაუღამებელი, სიყვარული დაულეველი. მას ღმერთს უწოდებთ. უკვე ვიცით ჩვენ, რომ ნათელი ღმერთია. მე ვარ ნათელი სოფლისა, რომ ამბობ. ცოდვის სულიერი სიკვდილის გზას კი შეუცნობელი აყოფნისკენ მივყავართ. ცოდვა და მისი შედეგი რა არის? სიკვდილი ბოროტებაა და მხოლოდ სიცოცხლის სიკეთის ხარჯზე არსებობს. ანგელს რა სიცოცხლეს თვითონაც განქარდება. ერთ-ერთი დიდი მადლი, რომელიც ამოცილებელია თითოეული ჩვენთაგანისთვის, არის მშვიდობა. ახლა მივადექით ჩვენ მთავარ თემას. ამ სიტყვის ფართო გაგებით. მშვიდობა ღმერთთან პირველ რიგში. მშვიდობა მოყვასთან. მშვიდობა ბუნებასთან. მშვიდობა საკუთარ თავთან. აი, ჩვენ იცით, რომ ქართველები განსაკუთრებით გურიაში როგორ ეფერებიან ამ ცნებას და მათთვის წლების განმავლობაში პირველი საფრთხეზელოდ ითვლებოდა. გურიაში ახლა ისწავლეს, რომ პირველი ღმერთს უნდა ვადიდოთ. მაგრამ ასეთი გამოთქმაც არსებობს. დიდება უფალ, მშვიდობა ჩვენ. ეხლა უყურეთ, საიდან მოდის ეს ფრაზა, ბარემ ავხსნათ. ყველაზე დიდი მოვლენა ხო არის, როდესაც იესო ქრისტე ადამიანად ქცეული ღმერთი მოევლინა კაცთან მოდგმას ხსნისთვის და გადარჩენისთვის. აი, როდესაც ეს ფაქტი მოხდა,
ანგელოზებმა ზეციდან ჩამოიტანეს ასეთი ლოცვა. იდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის ათნოება. ანუ ჩვენ შორის იყოს სიყვარული და გაგება და ცულოვნება. უამაზია ნათქვა. აი ის პირობები, რომელიც აუცილებელია ადამიანის ნორმალური ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვის. მეორე, პირველი, მშვიდობა ღმერთთან. რა არის მშვიდობა ღმერთთან? რომ ესე იგი ადამიანმა შეასრულოს უფლის ცნებები, რომ სიცოცხლის მისი ცხოვრების პრინციპი იყოს აგებული ქრისტეს ცნებებზე. ანუ ეკლესიურად რომ იცხოვროს ადამიანმა, აი უფრო პრაქტიკულად რო ვთქვა, ეს ნიშნავს, რომ დაიცვას მარხვა, ჩავაროს, ახსარება, ეზიაროს სისტემატურად და ლოცულობდეს დილას აყამო, აი ეს რა თქმა უნდა სიკეთეს ჩადიოდეს. ეს არის მშვიდობა ღმერთთან. რა არის მშვიდობა მოყვასთან? რომ ესე იგი არ გინდოდეს ჩხუბი, არ გინდოდეს ვინმე დაციმა, წერთმევა, მოკლა, თუნდაც ჩხამიანი სიტყვის თქმა და ნერვების მოწამვლა და ასე შემდეგ. ანუ კი არ იყო კონფლიქტური, კი არ იყო შარზე ადამიანთა და შუღლი და მტრობა და უბედურება, არამედ სიყვარული გაგაჩნდეს მოყვასთან. მშვიდობა გაგაჩნდეს მოყვასთან. მშვიდობა ბუნებასთან. აი უყურეთ სიტყვაზე, რო ანაგვიანებს ბუნებას, ჩეხავს ტყეს, იცით რომ ზოგი ესე იგი ცხოველებს ანადგურებს, არასწორად ნადირობს, არასწორად თეზაობს, აფეთქებს იქ და არღოს მოკლედ ბუნების მშვენებას და ამით აზიანებს ჩვენს ბუნებას, რომელიც რა თქმა უნდა დიდი ცოდვაა. და ბოლოს ყველაზე მთავარი მშვიდობა საკუთარ თავთან, ჩემო ძვირფასები. მე ეს პატარა მოკრძალებულად დავამატებ კიდე მშვიდობას ჩვენ სამშობლოში. აი ჯვარი გწერია და ეხა სამშობლოში რომ ჩვენში როგორ იქნება მშვიდობა, ხო? ყველა ომისკენ ვიყურებ, აი ჯვარი გწერია, რაც ახლა სიტყვაზე უკრაინაში ხდება. აბა როგორც არ უნდა გინდოდეს, ამდენი ქალაქებია დანგრეული სახლები, ბავშვები. ო აბა მშვიდობა როგორ აი მე სულ ვიტყვი ხოლმე რომ მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა სამშობლოში და მშვიდობა ოჯახში თქო თან დავამატებ და მშვიდობა შიგნით. აი თუ შიგნით მშვიდობა არ აქვს, შეიძლება ქვეყანა ძლიერიც იყოს, არ იყოს ომი, იყოს სიყვარული, მაგრამ ჩემთვის არეული იქნება ყველაფერი. ეს სულ ერთმანეთზეა თან დამოკიდებული. როცა ერთ-ერთი აი უფრო კარგად რო აგიხსნათ, აი ქვეყანაზე მშვიდობა, ღმერთთან მშვიდობა მაქვს და თქვა დავდივარ ტაძარში ასე თუ ისე ვახერხებ. მოყვასთან მშვიდობა მაქვს. მეგობართან, ათესავთან, თანამშრომელთან, მაგრამ მე თუ სახლში მეუღლესთან ან შვილებთან მაქვს დაძაბული სიტუაცია. ოჯახის დაძაბული. როგორ გავიხარებ, ხო? აი ეს სულ ერთმანეთზეა დამოკიდებული. მშვიდობა ჩემო ძვირფასებო. აი აბა გავუყვეთ ესე იგი. როგორც გაზაფხულის მზის მაცოცხლებელი სხივები აღვიძებს მიძინებულ ბუნებას, ბრძანებს ჩვენი პატრიარქი, ასევე მშვიდობაც ხელს უწყობს გამოვლინდეს ღმერთის მიერ ადამიანისათვის მინიჭებული შემოქმედებითი ენერგია. პირველ მამის ადამის სახით კაცმა დაკარგა მშვიდობა ღმერთთან. ნახეთ, აი ღმერთმა ალბათ იმიტომაც მისცა სამოთხე საცხოვრებლად ადამიანს, რომ მშვიდობა ყოფილიყო ღმერთთან, რომ ცნება არ დაერღვია და ასე სიმშვიდით და სიყვარულით ყოფილიყვნენ. მაგრამ აი დაიღო ეს ყველაფერი და მშვიდობა მოყვასთან დაიღო დაარღვია ადამიანის ძე კაენმა. ახლა უყურე, სულ რამოდენიმე ადამიანია კაცობრიობაზე, მაგრამ ძმა მოკლა, წარმოიდგინეთ, შურში ჩავარდა ძმა და მოკლა საკუთარი ძმა, ასე დაიღვარა პირველი სისხლი. თანამედროვე ადამიანი კი მოსწყდა ბუნებას. ყოველივე ამის შემდეგ დაუკარგეთ შინაგანი მშვიდობა. ანუ ფაქტობრივად გაიხსენეთ ბიბლიაში როგორია
როგორ არის კაენმა რომ მოკლა აბელი, დაკარგა მშვიდობა. მერე სულ ეშინოდა რომ აი ვიღაცა დასჭიდა, ვიღაცა ესე იგი შურს იძიებდა და ამიტომ სულ შიშით იცხოვრა და სულ რაღაცის ეშინოდა და ცუდის მოლოდინში იყო. მოდი ერთის ვთქვათ, აი ჩვენ წაგვიკითხავს და გაგვიგია ჩვენ ახლობლებისგან რომ ადამიანს რომ მოკლავს ადამიანი, ამბობენ რომ ის ყველანაირ მშვიდობას გარგავს. დახუჭავს ღამე თვალებს დასაძინებლად, ვინც მოკლა იმას ხედავს და მოусმენ რათა არის. აი ჩემს სიცოცხლეს მოღაფრესი აქვს ერთი ადამიანი ვიცი და რა თქმა უნდა უნებურად მანქანა დაატყვა და გაიტანა პატარა ბავშვი და მთელი ცხოვრება გაუმწარდა ცხოვრება. აღარ უნდა, მაგრამ რას იზავს აი ესეთი შემთხვევა. ამიტომ ესე იგი შინაგანი მშვიდობა ეს არის ძალიან გასაფრთხილებელი. ნახეთ რას ამბობს სულხან საბა ორბელიანი. სადა არ არის ამბოხებაი, ბრძოლა და ტაცებაი, მუნარს მშვიდობაი. ესე იგი სად არისო მშვიდობაო? მშვიდობა იქ არის, სადაც არ არის ამბოხება, ანუ დაპირისპირება სიტყვაზე მე და გივი მასწავლებელს შორის. სადაც არ არის ბრძოლა, ტაცება, აი სიტყვაზე ვერ ვიყობთ რაღაცა მიწას, ან ფულს, ან რაღაცას და მე იმდენი მეკუთვნის და არის ერთი მოგნები. ჩვენ რომ ამებს რო არჩევთ და ვერ ვიყობთ და რაღაცა, ყველაზე მთავარს კარგავთ მშვიდობას. ამიტომ ჭკვიანი ადამიანი ადგება და მიეციო ითქოს, ყველაფერი შენი იყოსო და შენ მშვიდად იქნები და მადლით შეგეწევა. მშვიდობისადმი მოწოდება განსაკუთრებული ძალით გარისმა ქრისტიანობა. ანგელოსთა გალობა, მე როგორც გითხარი, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. მაცხოვრის შობისას რომ მოეფინა ქვეყანას, ღვთის მცნებად იქცა ყოველი ქრისტიანისათვის. მე შეგახსენებთ, რომ აი ეს სიტყვები, რომელსაც ახლა მე თქვენ გიკითხავთ და იმიტომ გიკითხავთ, რომ არ დავარღვიო ის სილამაზე, ის მშვენიერება, ის სიტყვაკაზმულობა და ის სიღრმისეული აზრი, რომელიც ჩვენმა პატრიარქმა ეპისტოლეებში ჩადო ჩემო ძვირფასებო. თემა არის მშვიდობა, ანუ შინაგანი მშვიდობა ადამიანში. ბიბლიაში თითქმის 200-ჯერ მეორდება მოწოდება ღვთისა იმის თაობაზე, რომ ვესწრაფოდეთ ხალხთა შორის მშვიდობას, ურთიერთობას, გვიყვარდეს მშვიდობა, ველტოდეთ მას. მშვიდობიანი კაცთმოყვარეობით ცხოვრობენ ნამდვილი ქრისტიანები და როგორც კეთილ საქმეთა ჯილდოს, უფლისაგან სული წმინდისგან დიდლ-მადლს იღებენ. რომელი ეძიებს მშვიდობასა, იგი ეძიებს ქრისტესა. რამე თუ თავად იგი არს მშვიდობაი ჩვენი, ბასილი დიდის სიტყვები. ესე იგი, თავად ვინ არის ღმერთი? ღმერთი არის თვითონ მშვიდობაო. და მშვიდობა როგორ გექნება? თუ შენ ესე იგი არ დაალაგებ ადამიანებთან ურთიერთობას, არ იქნები მოსიყვარულე, დამთმობი და ვინც ეძიებს მშვიდობასო, ის ეძიებს ქრისტესო. ანუ ამ შემთხვევაში ქრისტე და მშვიდობა ერთი და იგივეა. თუ ქრისტესთან ვერ იყავი მშვიდად, თავისთავად იმ მშვიდეს ვერ მოიპოვებო. პირველი სიტყვა, რომლითაც აღდგომილმა მაცხოვარმა დამაშვა კაცობრიობას მიმართა იყო გიხაროდენ. სწორედ ეს სიხარულის წყვრია თანამედროვე ადამიანს. ანუ პატრიარქი ამით რას გვეუბნება? აი ადამიანი იმისთვის არის შექმნილი, რომ იყოს გახარებული, იყოს ბედნიერი, უყვარდეს მას. და როცა ეს თვისებები, რაც თქვი, ექნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შინაგანი მშვიდობა. აი აქ უნდა იყოს მოწესრიგებული. მოდი ვთქვათ, ადამიანი რატო იკლავს თავს? რატო იღუპავს თავს? აი რაღაც წამლებს იკეთებენ, ზოგი ლოთობაში იკლავს და ზოგი რაღაცა აზარტულ თამაშებში, ხო? რატო? იმიტომ რომ მას შინაგანი მშვიდობა ეყოლა. და აი აქედან პატრიარქმა რა გითხრა, როცა ღმერთთან არ ახარ, როგორ იქნები მშვიდობაში? აი ეს არის
საიდუმლო რომ თუ გვინდა რომ ადამიანი იყოს დამშვიდებული, დაწყნარებული, ბედნიერი, გახარებული, უნდა მშვიდობა დაამყაროს შიგა სამყაროში და ამას ვერ დაამყარებს ღმერთის გარეშე. Ემისათვის რომ ადამიანი სულიერ სიყვარულსა და სიხარულს მუდამ გრძნობდეს, აუცილებელია შინაგანი მშვიდობა. მშვიდობა ღმერთთან, როგორც ვთქვით, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან. მე მოყვასთან აქ იგულისხმება ოჯახში მშვიდობა, სამსახურში მშვიდობა, ნათესავთან, მეზობელთან. თუ ერთანაც რომ უკვე რაღაცა გეძაბება სიტუაცია, კარგა უკვე საერთო მშვიდობას. აი ასეთი გამოთქმა არსებობს, რომ თუ შენ ცხოვრებაში ერთი ადამიანი მაინც ისეთი ყავს, ვინც შენ იმისგან აი რაღაცას ვერ მოპატიებ, აუ მაგას ვერ შეურიგდები, აუ ეს როგორ მაკადრა, ნერვიულობ, ხო? თუ ასეთი ადამიანი ყავს, შენ ამ შინაგან მშვიდობას ვერ მოიპოვებ. იმიტომ რომ ღმერთის წინაშე არ ახარ მართალი. აი ღმერთმა რა გითხრა, რომ სხვის მიმართ იყავი მოდიერი, საკუთარი თავის მიმართ იყავი მკაცრი. აი მეორენაირად, აი ნათელა სპექტაკლში რო გქონდა გაკეთებული ეს ბასილი დიდის სიტყვებია, მე მამა ბასილის გადაგებიდან დავიჭირე სიტყვა ადამიანი თვალს გავსო. თვალი ნახე თავის თავს ვერ ხედავს. აი მე მაგალითად თქვენ ხედავთ, მაგრამ ჩემ თავს ვერ ხედავ, ხო? საზოგადოებას ხედავ, ნახე ეს რას ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ მე სხვის ცოდვას ვხედავ, საკუთარს ვერა, საკუთარ თავს ვერ ვხედავ და საკუთარ ცოდვას დავინახავ, ეს არის ადამიანის პრობლემა. ამიტომაც გვეუბნება ბასილი დიდი, ამიტომ ქრისტიანობა რა არის? ვის ექნება შინაგანი მშვიდობა? ვინც თავის თავში დაუწყებს ცოდვას, ძიებას და სხვაში დაუწყებს კარგ ძიებას. აი მეორენაირად ასეთი გამოთქმაც არსებობს, რომ თუ მე მაგალითად აი ეთერი მასწავლებელში რაღაც ნაკლი დავინახე, თქვა ჩულის. ეს იცი რას ნიშნავს? ნიკოდემოს თაწმინდელი გვასწავლის, რომ ესე იგი ჩემშია შური. ჩემში რომ მე რო შურისგან თავისუფალი ვიყო, ეთერი მასწავლებლების შურს ვერ დავინახავ. შეიძლება მას კონდეს ეს, მე ვერ დავინახავ. აი ეს ნიშნავს, რომ ჩემი გული თავისუფალია შურისგან. აი წმინდა მამები ვნახეთ რას გვასწავლიან. მე თუ დავინახე ლალი მასწავლებელში რაღაც ნაკლი, ეს რას ნიშნავს? კვიანი ქრისტე. ამას მე უნდა ჩემში ვეძებო, ლალი მასწავლებელს თავიდან ვანიყო. ლალი მასწავლებლის ცოდვა მე არ მომეკითხება. მე თუ კვიანი ქრისტიანი ვარ, მე თუ მშვიდობას ვეძებ. ეგრევე ვნახეთ, ყველაფერი ძალიან მარტივია. სხვაში ვეძებ კარგს და თუ რაღაცა ისე არ მომწონს სიტყვაზე ურთიერთობაში ადამიანთან ურთიერთობაში, ჩემში ვეძებ ამ ნაკლს. და ასეთი მიდგომით ადამიანი იწმინდება და მოიპოვებს შინაგან მშვიდობას. პირველი სიტყვა, რომლითაც აღდგომილმა მაცხო, ხო ეს თქვით, ემისათვის რომ დღეს კაცობრიობა გიგანტურ ნაბიჯებს დგამს ცივილიზაციის გზაზე. ვიცით, აი ტექნიკის განვითარება აქვს ძირითადად პროგრესი სიტყვაზე ეკონომიკაში, პროგრესი ტექნიკურ სიახლეებში, და კომპიუტერებია, ტელეფონებია, აი 1000 რაღაცებია ყველა დარგში. მაგრამ უყურეთ, ჩვენ მოწმენი ვართ მეცნიერულ ტექნოლოგიური რევოლუციისა, მაგრამ დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა. ეხლა მოდი ვთქვათ, გიგი მასწავლებელი, რომელი ჯობია? ის ტექნიკური უზრუნველყოფაც და ის ასე ვთქვათ, კაი ცხოვრების პირობები და ყველაფერი ზუსტად იმისთვის გვინდა, რომ შინაგანი მშვიდობა გქონდეს. და თუ სიტყვაზე რაღაცაში წინ წავედი, მაგრამ მშვიდობა დავკარგე, რა გამოდის? ყველაზე მთავარს ვკარგავ და არ ჯობია მშვიდობა მქონდეს და ისევ გველებურად ვიცხოვროთ, აი კარგად რო დავუძვი სინამდვილეში, აი ადამიანი კაცობრიობა წინ ვერ მიდის. როგორ მიდის წინ, როცა მშვიდობას ვკარგავთ? ანუ ღმერთის მიერ შექმნილი ეს შეიძლება ითქვას მშვენიერი სამყარო ადამიანმა შეცვალა, როიტყვიან წაახდინა და ვირტუალურად აქცია. ანუ ნამდვილი ცოცხალი ცხოვრება ადამიანმა
ვირტუალურად გადააქცია. კი ბატონო. ეხლა მაგრამ დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა, ანუ ის აუცილებელი პირობა, რომელიც მარად საჭირო იყო და იქნება ყოველი ეპოქის ადამიანისთვის. კიდევ ვიმეორებ, თუ მშვიდობა დაირღვა, ყველაფერი ერღვევა და რაღაც უნდა კაი მოსავალი ადამიანს და კაი რაღაცა მანქანით სიარული, თუ მშვიდობა დაკარგა. ხო? ხოლო როდესაც შინაგანი მშვიდობაა დაკარგული, მაშინ გარეგანი მშვიდობას და მასთან ერთად სიხარულიც იკარგება. ანუ მე როგორი გარემოცა მაქვს, შინაგანი სამყაროცა მაქვს, იმის შესაბამისი სიტყვა მაქვს, იმის შესაბამისი ქცევა მაქვს, იმის შესაბამისი მოპყრობა მაქვს და ასე შემდეგ. ანუ რა კოკასა შიგან რაცა და იგივე გადმოდინდება. ანუ თუ ჩემში სიყვარულია და მშვიდობაა, ყველას ჩავეხუტები და ყველასთან მშვიდობას დავამყარებ. მაგრამ მე თუ აქ შუღლი მაქვს, ბოროტება მაქვს, რაღაცა მაქვს, რაღაც სიძულვილი მაქვს, თუნდაც რაღაცა შხამი გამიგროვდა, ჩემი ბაგიდან წამოვა ესე იგი უწმაწორი სიტყვა, წამოვა გულსაკლავის სიტყვა, რომ ის როგორ დაუწყიტებული. ჩვენ ხო ეს ვიცით, რომ ეს მართლაც ესეა. ჩვენი ცხოვრება უდაბნოში მოგზაურობას გავს და უკვირდით ჩემო ძვირფასებო, აქ პატრიარქი რას გვეუბნება, სადაც ჩვენ მხოლოდ მდგმური სუფლებით ვსარგებლობთ. ასე პასუხობს იაკობი ფარაონს, 130 წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი. ანუ რამდენი ხნისა ხარო ეუბნება რა იაკობს, ბიბლიური იაკობ. აი პასუხობს, რომ 130 წელს ითვლის ჩემი მდგმურობის ხანი. ანუ მდგმურათა ვარო მოსული. რას ნიშნავს მდგმურა? მოვედი დროებით უნდა წავიდოთ. დავასრულებ და უფრო კარგად მივხვდები. ასე აზროვნებს ის, ვინც ღმერთთან ცხოვრობს და მარადისობის განცდას რეალურად ატარებს. ანუ რა არის? ნახეთ, მე იმისთვის კი არ უნდა მოვემზადო, რომ კაი რემონტი მოვიწყო, კაი მანქანები ვიყიდო, კაი საჭმელები მოვიმარაგო, რომ მე ფეხი ფეხზე გადავიდო და ლაღად ვიცხოვრო, ფული მოვაგროვო და ასე შემდეგ. იმიტომ როდის გამიყვას უფალი არ ვიცი. და იქ რო წავდგები, მე შეიძლება ეს ჩემი მოგროვილი ნივთები საერთოდ გამომადგეს და გავიღუპო ყველაზე მთავარი სული, რომელიც არის ცხოვრების ყოფილი, ანუ უკვდავი და დაუსრულებელი. და ჭკვიანი ადამიანი, ნახეთ როგორ მარადისობის განცდით ცხოვრობს და ის ემზადება, გმურია, იცის რომ აქ დროებით მოვიდა და შეიძლება მისი ბოლო დღე იყოს ეს დღე. აი, ბოლოს ეს წერია, მაგრამ წავიკითხავ ამასაც და მე დასკვნა ჩვენ გავაკეთოთ. ღვთის დიდი წყალობა, როცა არ ვიცით ჩვენი აღსასრულის დღე, რათა ყოველთვის გვახსოვდეს სიკვდილი და ყოველი დღე გავატაროთ ისე, როგორც იგი იყოს უკანასკნელი, ამაშია სიბრძნე. ანუ ქრისტიანული სწავლების ყველაზე დიდი სიბრძნე იმაშია, რომ მე აი ეს დღე გავატარო როგორც უკანასკნელი. აი მოდი ვთქვათ ახლა, თქვათ ხვალინდელი დღე არის ჩვენთვის უკანასკნელი. აი დავფიქრდეთ და მოდი გულწრფელად თქვათ როგორ გავატაროთ. მე დამჭირდება რომ მევალეები მოვიძიო და ფული გამოვართო, რაღაც მინდა მივიდივარ. დამიბრუნონ თუ არა ის თვალი, რაღაცი მაინტერესებს. მე რაღაცა მაქვს ხო გასარკვევი, რაღა დროს გარკვევა უფალთან უნდა წავსკრა. მაგის დარდი მაქვს ახლა, ყველას ვაპატიებ ყველაფერს. იმიტომ უფალი ამბობს, რომ შენ აპატიე ყველას ყველაფერი და მე შენ ყველაფერს გაპატიებ. მარტო ამით მაინც ვიცხოვნებ თუ გონიერება მაქვს. რამე ნაღვე, მე ჩემი თავი რატო დავიღუპო? თუ ვიღაცას არ ვაპატიე რაღაცა, ხო აი, ხო უგუნურობა. ამიტომ ყველას ერთი ესეთი შემთხვევა მოხდა. ერთი მონასტრის ერთი ბერი გარდაიცვალა ისეთი ჩემო ძვირფასებო, რომ მოკლედ ერთი ეს გამოვხრო. მონასტრის ისეთი ბერი გარდაიცვალა, რომ
ვერ იყო რა ყოჩახი, ანუ ეზარებოდა ლოცვა, მართლაც აღღვევდა, გულმოდგინეთ ვერ ლოცულობდა და ასე შემდეგ. ხოდა როგორ დაიცვალან სხვადასხვა მხრიდანო, ბერები წამოვიდნენ, რომ აი გარდაცვალების პირას არის რა. მაგას ახლა მძიმე აღსასრული ექნებაო და წამოდიო მოეხმაროთ, ეგონათ რომ ძალიან რაღაც აშინელ ტანჯვაში იქნება და რაღაცა წაუკითხოთ ლოცვები. ბიჭო კაცი გავწყინებული წერ და ყველა სულღიმის ყველა სიყვარულით ემშვიდობება და თან ამბობს რომ ვაიმე ღვთისმშობელს ხედა, ვაიმე ანგელოზები, ვაიმე გავწყინებული ნათელი გადასცეს. ამათ უთხრეს რომ ძმაო, შენ ხო უკვე ღმერთთან მიდიხარ, აი ეგეთი სინათლე გაქვს თვალებშიო და ვერ იყავი ასეთიო ყოჩაღიო და რაღაცა მადლს ეტყობა ფარავდი შენ. და მიდიო შენ ხო წახვალ უკვე ღმერთთან და ჩვენს გვასწავლე იქნება ჩვენს გვეშველოს რამეო და რასეულებ. კიო ძმებო, მართლა მეზარებოდაო ლოცვები, მარხვები, ზიარებები, ადრეადგომები ზარმაცობდიო, მაგრამ ერთხელო ერთი მოძღვრის ქადაგება ჩამჩა გულშიო, ოღონდ იმას ვინახავდა არავის არ ვეუბნებოდია და ეხლა რა კი გამივდიო რომ გავცემო რა. ხო და აი ესეთი რამე თქვაო რომ ყველაზე ადვილი გზა სამოთხეში მოსახვედრია. აპატიე ყველას ყველაფერი და ღმერთი ყველაფერს გაპატიებსო და იმის შემდეგო ხო ყველას ყველაფერი ვაპატიო და არავის აღარ განვიკითხაო რა. ხო და მართლაც რომ უკვე დამეწყო ეს ბოლო პერიოდიო დამესივნენო ბოროტის სულებიო და გამწეწეს და გამგრიჯესო და კივარ ძალიან ცუდათა ვარ და უცბათო დაეშვა ორი ანგელოზის ეციდან. აბა ამას ხელი გაუშვითო. გააშვებინა ყველადან. კი, მაგრამ რატო ისინი ეუბნება ეს ჩვენი კაციაო და გავთარი ცოდების წარუდგინეს. აი ეს ზარმაცია, აი ეზარებოდა, აი ესეთი უკრაინა რამე და იო ეგო მესმისო. მაგრამ ჩვენ ახლა ღმერთმა ზეციდან გამოგზავნაო, რომ ჩემი პირობა უნდა შევასრულო. რა პირობა უთხრი? რა პირობაო, მამაო ჩვენოში ხო წერიაო, ყველას ყველაფერია აპატია და როგორც შენ სხვებს აპატიო, ღმერთიც გაპატიებსო და ამ კაცს არავინ არ განუკითხიაო და ვერავინ ვერ განიკითხავსო, მაგას თიც ვერავინ დააკარესო და ჩვენო გამოგზავნაო რომ წამოვიყვანეთ აქო. აი მაგკაცის განკითხვას მე არ ვაპირებო, იმიტომ არავის არ განიკითხავდა. აი ესეთი საოცარია. ხო და ჩვენც ალბათ თუ დავფიქრდებით ამაზე, მე თუ სხვას არ ვაპატიებ, ამით ჩემ თავს ვიღუპავ და ეს უკვე უგუნურობაა. ესე იგი დაუკვირდით როგორ ვიძახი? მე მაგალითად ვიღაცა ნიკიფორეს ავპატიო და ამით ღმერთს ვეუბნები, ღმერთო, წამიყვანე ჯოჯოხეთში, რადგან მე ნიკიფორეს მაინც არ ვაპატიებ. ნახე რა უგუნურობაა. არა ნიკიფორეს არ პატიების გამო ჩემ თავს ჯოჯოხეთი გამოუწევი. აი რამხელა უგუნურობაა. ამ დროს ნიკიფორეს დარდი გაქვს შედალოცილო, შენ ამ არადისობის ტანჯვაში უნდა მოხდე. აპატიე რა ყველას ყველაფერი. მე მეორე, კაი, ყველას ყველაფერი ვაპატიო. მარტო ეს არ კმარა რა არის ბოლო დღე. ჩვენი სული უნდა გავიწმინდოთ, ხო ალბათ ყველა მოწყართან გავიქცევით, მოძებნი ჩემში რამა, მერე თუ რამა გავხცემ ყველაფერს, წავალ გივი მასწავლებელს ჩავეხუტები, ვახტანგულს დავლევ, გამოვემშვიდობები ყველას, დავემშვიდობები სიყვარული ჩენდობას ვითხოვ, სიყვარულს ვაჩუქებ ყველას და ასე მომემზადები უფალთან წარსულს, რომ ემიტყვის რა მომტანებ, ეთქვა სიყვარული უფალო, ყველას ყველაფერი ვაპატიე, თუ რამე მქონდა გავეცი და აი სიყვარული მოგიტანე. აი ეს არის ნამდვილად ყველაზე ლამაზი წარდგომა უფლისკენ. ხშირად ვერ ვხსნით, რატომა აუცილებელი ჩვენთვის ძიმე განსაცდელი. ეს რატომ მოხდა ვიძახი? ასე რატო გამიმეტე ღმერთო და ასე შემდეგ. მხოლოდ მაშინ, როდესაც მიზანს მივაღწევთ, მივხვდებით, რომ განვლილი სიმწარე და შეჭირვება საჭირო და აუცილებელი იყო სულის წრთობისთვის. ანუ ჩვენ აი მოდი უფრო კარგად რო გავიგოთ. აი შვილმა თქვა უძდელური სიტყვა პირველად.
სიტყვაზე 5 წლის ბავშვმა რადგან დაიგო ან მეხუთე კლასელმა მოკლედ და რაღაცა ცუდი სიტყვა თქვა. ეხლა ქრისტიანი დედა, მოსიყვარულე დედა გაატარებს ოჯახშვილო რა კარგად იგინები ეთქვის, ხო ეთქვისო ეს არა, ეს ძალიან ცუდი რამეა. ეს აღარ თქვა მეორედ და თუ მაინც კიდე გაიმეორა, უკვე დედამ კაცრად ეთქვის. აღარ დაგინახო შენ ეს მეორე. თუ მაინც გაიმეორა, შეიძლება დასაჯოს კიდეც და კუთხეშიც დააყენოს და რაღაცა სასჯელების დაადოს. რატო? იმიტომ რომ უყვარს თავისი შვილი. უნდა რომ გამოსწორდეს, უნდა რომ ზნეობრივი იყოს, ღვთის მოსიყვარული და კაცთ მოსიყვარული. აი ესეთი ღმერთიც. ვინაიდან ჩვენ გველაპარაკება, გვეფერება და ჩვენ არ უსმენთ, ანუ არასწორი გზით მივდივართ, მაშინ უკვე ღმერთი იძულებული ხდება, რომ აი განსაცდელებით მაინც გადაგვარჩინოს, ანუ გამოუშვებს განსაცდელს, რომ ამ განსაცდელების დათმენით მაინც გაგვწვიდოს და გამოაწვრთნოს ჩვენი სული და განასპეტაკოს, რომ ამით მაინც გვაცხონოს. აი ესეთი ტკბილია ჩვენი უფალი. მას ავიღოთ თარი წმენისა, რომლითაც შევძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების მოგერიებას. ავიღოთ ჩაჩქანი ხსნისა და მახვილი სულისა. სიტყვა ღვთისა. ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მეფე პატრიარქი და წმინდა პატრიარქია. ესეთი მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ალბათ ჩემთვის ამ წიგნში ახალი და საყვარელი თემაა ეს და მე სხვათა შორის აქ ერთი მეგობარი ყავს ჩვენ და გარკვეული პერიოდის წინ, როცა მძიმე განსაცდელები ჰქონდა, აი თავის თავს ესე დაუსვა საკითხი, რომ ვიცხოვრებ ისე ჩე როგორც ჩემი უკანასკნელი დღე და მან ეს შეძლო და ამ ხრივ ძალიან გამოიწვრთნა თავისი სული. ეს არის ძალიან მაგარი განწყარი. მე ერთ ამას გეტყვით კიდე, აი სახარებაში ერთი რა გვიწერია. მოკლედ ერთმა კაცმა იმაზე მეტი მოსავალი მიიღო გივი მასწავლებელო, ვიდრე შეიძლებოდა 10-ჯერ, 20-ჯერ და 100-ჯერ მეტი. ხო და ეს თავისი ბეღელები პურის ხო გაავსო და არ ეტევა კიდე კაცო, 10 იმდენი მოუნდა. თუ ადგა და იმხელა ბეღელი ააშენა. აი რაც ჰქონდა იმაზე 100-ჯერ მეტი. გაავსო პურით და მორჩა, ახლა იძახეს. აბა რაღა გინდა შენ ჩემო თავ, მთელი ცხოვრება რო არაფერი გავაკეთო. ფეხი ფეხზე გადავიდო და მარტო ვიქეიფო მთელი ჩემი ცხოვრება მეყოფაო. აი დაახლოებით ჩვენებურად რო ვთქვათ რა, გივი მასწავლებელო, 100 მილიონი რო ეხლა ვიღაცა სადღაც ვიპოვო ან რაღაცა მომივიდეს 100 მილიონის რაღაცას მოგება. ხო ვიფიქრე, რაღა აი 100 მილიონს როგორ დავხარჯავ, ხო? აი რომ მე ვერ დავხარჯავ, მაგალითად ვიღაცამ შერო დახარჯოს, მე ნამდვილად ვიცი რომ ვერ და ხო და რო თქვა ასე რომ მოდი აღარც ვიმუშავებ, რაღაც მინდა ეხლა ვიტყვის ამ მშობლო წოდეობის ისა მაგკაცო ყველაფერი მაქვს, აღარც დილით ავდგები, არაფერს და მოკლედ მარტო ჭამას მასზე გადავალ და ნადიმებს გავმართავ და თან სახში რატო ვიწვალო, ხო, რესტორნებია შეუკვეთავ და მაინც ვერ დავხარჯავ. ხო და ასე წერია მერე რომ ვაი შესაწყალო, ხო, ხო ფეხი ფეხზე გადაიდეო შენ ჩემო ბედნიერო თავო და მიდი და ჭამე და შვი და ატარე დრო ესე. ვაი შენ ჩემო უბედურო ადამიანო, დღესო სიკვდილის ცელით მოვდივარ შენთანო, ამაღამეო გამყავხარო წელი. წარმოიდგინე, მოსავალი დააბინავა და ერთ კეიფსაც ვეღარ ასწრებს, წარმოიდგინე, იმას უგონა მთელი ცხოვრება ბურმარილში და ასე თქვათ კეიფში გაატარებ. იმ ღამით გაყავს უფალს. აი ეგ არის. აბა ამას რო ეხლა შეეხედა, როგორც უკანასკნელი დღე, წარმოიდგინეთ რას იზავდა, რა თმინდა ამდენი ვიტყვი, ხო? გაუტან ლალი მასწავლებელს, გაუტან ეკატერინეს, ირმა მასწავლებელს, გაუტან, იქ დავარიგებ ყველაფერს და ჩემი ბეღელი ხო მაინც ავსემ, რა თმინდა ახალი ბეღელი. და წარმოიდგინე, რომ გარდავიცვლები,
ღმერთი შენ გენაცვალეთ, შენ გაეცის უყველაოსე ხვავითა და ბარაქით და რასაც აგასცემ შენია, მოდი და შენი შენ დაგხვდა, აი აქ არის შენი დოვლათი და ბარაქა. აი ასეთია ჩვენი ცხოვრება და ეს ყველაფერი თან პატრიარქმა რატო გვასწავლა? თუ ასე არ ვიცხოვრეთ, სიმშვიდე არ მოვა. აი რაც არ უნდა ბევრი მოსავალი რა, ფულის მეტი რა აქვს ადამიანის, მაგრამ სიმშვიდეში არ არიან. აი თვითონ აბა დააკვირდით ეს გარყვნილება საიდან მოდის, აი მე ვიცახი რაღაც უცნაური გარყვნილებები რო შემოვიდა, აი ყურს რო არ გაუგნია და თვალს არ უნახავს, ხო ეხლა მთელი სამყარო ამ ცოდებს იგონებენ და უკვე თითქოს ყველაფერი მოგონილი აქვს უკვე და მაინც კიდე ახალს გაიგებ. რატო აქვს ეს? იმიტომ რომ შინაგანი მშვიდობა არ აქვს. და შინაგანი მშვიდობა რო არ აქვს, გარეგნულად იგონებენ ათასისა ზიზღრეს, რომ იქნება ამით მაინც რაღაცით გაითონ თავი. და კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ვარდებიან, აი როგორც ნარკომანი, როგორც ლოთი. იმას რომ დაეწყო ეს აუტანელი პროცესი აღარ შეუძლია და ისევ ასე თქვათ იბრუებს თავს და აი ესე იღუპავს საბოლოო თავს და აი ღმერთმა მოგვანიჭოს მშვიდობა, შინაგანი მშვიდობა ოჯახში, მშვიდობა ერთმანეთთან მოყვას, ეს სიყვარული და მშვიდობა ყველაზე არსებითია და პირველ რიგში რა თქმა უნდა ღმერთთან მშვიდობა და საკუთარ თავთან მშვიდობა. მე ვფიქრობ ღმერთთან ვინც დაალაგებს გივი მასწავლებელო მშვიდობა, ის საკუთარ თავთანაც დაალაგებს. უფრო სწორად რო ვთქვა, საკუთარ თავთან ვერ დაალაგებს ვერანაირად ადამიანი მშვიდობას ვერ მოიპოვებს შინაგან, თუ ღმერთთან არ არის კავშირში და ღმერთის ცნებებს არ ასრულებს და ღმერთის დახმარებით არ არის. აი მე ნამდვილად ვისურვებ თქვენთან ერთად, ეხლა ჩვენ ხო ერთი ოჯახი ვითავართ, რომ აი ეს მშვიდობა, რომელიც დღეს აგვაქვს ლალი მასწავლებელო ერთმანეთთან და მე და გივი მასწავლებელი ამას ეხლა რამოდენიმე წუთის წინ დამნირეკა მომიკითხა და საუბრობდით, რომ რა საოცარი ერთობა აი ჩვენ შორის. გუშინ ეხლა ხო ჭიათურაში გქონდა დიდ თეატრში გამოსვლა და ირმა მასწავლებელი მოვიდა უცბად იქ და გაგვახარა. აგერ მაკა მასწავლებელი ხაშურიდან ჩამოვიდა ჭიათურაში გაგვახარა. მამა ბასილი მოვიდა გორიდან და თავისი დიდი ჯგუფი მოგვიყვანა, თავისი შვილი, საყვარელი. მერე მამა გენადი ჩამოვიდა ჩვენთან, საყვარელი, გორის ეპარქიიდან, გორისა და სამთავის ეპარქიიდან. რამდენი ძვირფასი ადამიანი, აი წარმოვიდგინეთ, აგერ ზოგი კახეთიდან აქვს შემოერთებული, ზოგი ქართლიდან, იმერეთიდან და ღვთისმადლით აი რამდენი წელია თან ქართული იდეას ვემსახურებით, თან ბავშვებში ვცდილობთ ამიერთეის გაცოცხლებას და ამდენი ადამიანი ერთად მშვიდობით მოვდივართ ერთმანეთთან. აი რამხელა წყალობა გვაქვს. და მე ახლა რამდენადაც გიცნობთ, ჩვენ თან ვცდილობთ, რომ ეთერი მასწავლებელო ღმერთთან დავამყაროთ მშვიდობა. ალბათ ერთმანეთთანაც იმიტომ ვამყარებთ მშვიდობას, რომ ღმერთი გვეხმარება. აგერ ვისარგებლებ შემთხვევით თამარ დედა დატოვა ეხლა და აი თამარ დედას ზუსტად ეს პრინციპი აქვს. ეხლა რაც პატრიარქმა გვასწავლა, რომ ვიცხოვროთ ისე, თუ გვინდა რომ შინაგანი მშვიდობა მოვიპოვოთ, ვიცხოვროთ ისე, როგორც ეს ჩვენი ცხოვრების უკანასკნელი დღეო. აი თამარ დედა ასე ცხოვრობს, მინდა გითხრა და ამხელა წინააღმდეგობები ჩვენ თვალწინ როგორ ვაშკაცურად გადალახა. აი და მართლა მაგალითია მამა ზაქარია მიცეს ხოლმე, რომ ეს რაღაც სხვა სამყაროა, აი რომ ვაკვირდები, აი წიგნებში რო წერიაო რაღაცები, რომ აი ხანდახან მეშინია ხოლმეო რა. ხო და მართლაც რითი მოიპოვა ეს და მაინც შინაგან მშვიდობა ამხელა ბრძოლები გარშემო, მე ხო გეუბნებით აი ესეთი ბრძოლები რო ქონდეს ადამიანს ყველა მხრიდან, მართლა არ შემხედრია და მაინც შინაგანი მშვიდობა აქვს რა. ალბათ იმიტომ, რომ აი თავისი ცხოვრების პრინციპად გაისახა ის, რომ იცხოვროს როგორც მის ცხოვრების უკანასკნელი დღე.
ისევ გავიდა დღე სიახლეს ელია ოცნების ქალაქში ძიგეს ელია ნუ დაუშლი ბავშვს ნუ დაუშლი ფიქრს ფიქრს ოცნებას ნუ დაუშლი ბავშვს ნუ დაუშლი ფიქრს ფიქრს ოცნებას ჩვენ ავაშენებთ ოცნების ხალხს ოცნების ხალხს ოცნების ხალხს ჩვენ ავაშენებთ ოცნების ხალხს ოცნების ხალხს ოცნების ხალხს და შენ ნუ დაუშლი ბავშვს ნუ დაუშლი ფიქრს ფიქრს ოცნებას ნუ დაუშლი ბავშვს ნუ დაუშლი ფიქრს ფიქრს ოცნებას და თუ შენ ჩამგიდო ხელს ჩვენ არ შევაჩერო ჩვენ არ შევაჩერო ჩვენ არ შევაჩერო და თუ შენ ჩამგიდო ხელს ჩვენ არ შევაჩერო ჩვენ არ შევაჩერო ჩვენ არ შევაჩერო ამ ბავშვებს სჭირდებათ ისეთი გარემო, სადაც ძალიან კარგად იგრძნობენ თავს. არა მარტო ლექციური სახე ექნება ჩვენს გაკვეთილებს, არამედ შემეცნებითი და გასართობით. ყველა მომენტი, ყველა წუთი ჩემთვის ბედნიერება იყო. თან პირველად ავარ ბაკურიანში და ძალიან მიხარია და ჩემ ბედნიერებას სიტყვები არ ყოფნის. აქ იყო ყველაზე თბილი გარემო, რაც კიდევ მე მინახავს. ყველა ერთმანეთს ისე ექცეოდა, თითქოს ოჯახის წევრები ყოფილიყვნენ და აქ იგრძნობოდა ყველაზე დიდი ერთობა. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი პირადული, თუნდაც გარემო ფაქტორები, რომელიც გვიშლის ხელს, დავივიწყოთ და ამ ბავშვების სიხარულის და ბედნიერების გარშემო ვიტრიალოთ. ჩემ გულში ვიღვიძებს 64 შენდება და პოვლობ თქვენთან იმ ოჯახს, რომელშიც ყველაზე მეტად არის სიმშვიდე, რომელშიც ყველაზე დიდი ბედნიერება. ამ მოძრაობას ახლა ჩვენ დავარქვით გული მისცეს, გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად. ამ ბავშვების გულები ერთმანეთში გადაჯაჭვულია უკვე აი ამ მეგობრობის, ვეფხის ტყაოსნური მეგობრობის და თავგანწირვის სურვილით და ამიტომ ჩვენ კიდე იზღად აგვჩენია, რომ ეს სიყვარული მათ გზად და ხიდად დაუფინოთ, რაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორია და მთავარი ის არის, რომ ღვთის გზაზე სიარული ვასწავლოთ ამ ბავშვებს და ღმერთი კიდევ სიყვარულია და ჩვენ შორის თუ უფალია, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება და უფალი შეგვაძლებინებს იმას, რაც ჩვენს გულებს სურს, რომ მათში გააღვიძოს. და თუ შენ ჩამგიდო ხელს ჩვენ არ შევაჩერე ჩვენ არ შევაჩერე ჩვენ არ შევაჩერე და თუ შენ ჩამგიდო ხელს ჩვენ არ შევაჩერე ჩვენ არ შევაჩერე ჩვენ არ შევაჩერე ოცნების ხალხს ოცნების ხალხს ოცნების ხალხს ჩვენ ავაშენებთ ოცნების ხალხს ოცნების ხალხს ოცნების ხალხს ჩვენ ავაშენებთ ოცნების ხალხს ოცნების ხალხს ოცნების ხალხს ჩვენ ავაშენებთ ოცნების ხალხს ოცნების ხალხს გულის ერთობა ჩვენ შორის და რაც არ უნდა მოხდეს, მჯერა რომ სულ ერთად ვიქნებით. გული ესე თბება, როცა ერთი აზრის, როცა ადამიანები იკრიბებიან თან ყველას რო აქვს წრფელი სიყვარული და მარტო წრფელი აზრები და ყველა იმას ცდილობს რომ ერთმანეთი გავახალისოთ, ერთმანეთს ხელი შეუწყოთ, ვინმე თუ ვერ ზნობს თავს კარგად, ყველა ერთად ცდილობთ რომ ერთად მივიდეთ, ერთად დაველაპარაკოთ, რა სჭირს მის გულს, რა სტკივა და შხამიანი ისრები ამოუღოთ გულიდან, ჩავიკრათ გულში და გავუცბოთ მასაც და ჩვენი ცეცხლი მის გულში გადავიტანოთ. ადამიანები აქ ისეთები არიან, როგორებიც რეალურად არიან და არ სჭირდებათ სახის დამალვა, იმიტომ რომ ვიღაცას რაღაცა არ აწყენინონ პირიქით ყველაზე დიდი სიყვარული სითბოჩადეს აკოფნის დროს ერთმანეთთან ურთიერთობისას და ძალიან ბედნიერი ვიყავი მეც რომ არ მიწევდა ყოფილიყავი სხვა და ყოფილიყავი ის ვინც რეალურად ვარ. ენითოვოწერელია ჩემი სიხარული, არ ვიცი როგორ ავწერო. ყველა მიყვარს ძალიან. არა მიჩის კარგავა არა პრისმავს კარგია კარგი მაქვს სუთის სოფელი გაიგოს დავიბად
ჩვენ ხო ერთი ოჯახი ვართ. ჩვენ ხო სამშობლოს ცოდნეობა იმისთვის შევქმნით ეს პატარა ეკლესიის წიაღში პატრიარქის კურთხევით ერთი საძმო სამეგობრო ჩვენი პატარა მოძრაობა იმისთვის რომ ჩვენ ქართულ იდეას ვემსახუროთ და ქართული იდეა თქვენიცით არის ღმერთის სიყვარული რომ მართლმადიდებლები ვიყოთ ბოლომდე სამშობლოს სიყვარული რომ გვიყვარდეს ჩვენი ქართული ენა ქართული მიწა ჩვენი ადათ-წესები ჩვენი სამშობლო ჩვენი ღირებულებები რაც ტრადიციულად მოგვეცა ჩვენი ღირსეული წინაპრისგან და ზოგადად გვიყვარდეს ადამიანი მოგეხსენებათ რომ დღეს სამყაროში ანტიზნეობრივი პროპაგანდაა გავრცელებული ჩვენ გვინდა რომ ის ჩვენმა მამაპაპამ რაც შეგვინარჩუნა სიყვარული ადამიანებისა რომ გვიყვარდეს მტერი და მოყვარე აი ეს გავაცოცხლოთ ჩვენს გულებში და ერთ-ერთ ჩვენ მეგობარს ჩვენ მოსწავლეს ნიკოლოს ნუცუბიძეს დღეს უკიდურესად უჭირს აი ურთულესი დაავადება დაუდგინდა უკვე და ეხლა საავადმყოფოშია დედიკოსთან ერთად სამწუხაროდ მამა არ აყავს წარმოიდგინეთ ეხლა ჩვენ აქ ხარობთ თოლში გუნდაობთ და ნიკოლოს კიდე ეხლა ტკივილები აქვს და თან გაურკვეველი მდგომარეობა აბა დედის მდგომარეობა აიღეთ ამიტომ ეხლა ჩვენ როგორ ვილოცებთ აი ჩვენ ერთობით ლოცვაზეა ყველაფერი დამოკიდებული ეხლა დაახლოებით 50 კაცი ვართ ერთმა თქვენგანმა 50-დან რო შეძლოს რომ გულით ილოცოს ჩათვალეთ რომ ამ წუთასვე მოხდება სასწაული შეგვეწევა უფალი შეეწევა ჩვენს ნიკოლოს ვისთვისაც ჩვენი ურთიერთობა და ეს ლოცვა დღეს გამზადებული და გამოკეთდება სრულიად მოულოდნელი პასუხები წამოახვალეთ დღესდღეობით მძიმეა ეს პასუხები და ეხლა ვეძებთ ადგილს უცხოეთში სად წავიდეს როგორ წავიდეს ჩვენ ვიცით რომ რამდენ პრობლემასთან არის დაკავშირებული აი მე დგავარდა თოლში ვერთობი და ის კიდე წევს და სტკივა აი მე ვიცი რა განცდაცალი რადგან მე ვყოფილვარ საავადმყოფოში მაგრამ მაგდენი ხანი არა რამდენი ხანიც ის არის და მინდა რომ გამოკეთდეს მალე და დედამისმაც აღარ ინერვიულოს ესეთი ერთობა სხვაგან არსად არ მინახავს ეხა იქ ეკლესიაშიც რო ვიყავით აი თქვენ რო ყვებოდით იმ ბავშვებს ნიკოლოზეც და რაღაც ხო ვუყურებდი ყველას და ცრემლებს ერთ-ერთი ვერ ვიკავებდით ისეთი ემოციური იყო ყველაფერი ცრემლების დიოდათ და უფალს ავედრებდნენ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს დედები რომელიც ჩვენთან ერთად იყვნენ მშობლები მათ კი ნიკოლოზის დედის ტკივილი იტკივილეს და აი ესე ერთობით უფალს შევთხოვეთ მისი ჯანმრთელობა ღმერთს ყველაფერი შეუძლია შემთხვევით ვერაფერი ვერ მოხდება ყველაფერს ღმერთი წყვეტს მამაო ჩვენო რომელი ხარ სათაშინა წმინდა იყავს სახელი შენი მოვედი სუფევა შენი იყავ ნება შენი ვითარცა სათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა პური ჩვენი არსობისა მომეთ ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი ვითარცა ჩვენ მიუტევებ თანამდებთ ამათ ჩვენთან და ნუ შემიყვანებ ჩვენგან საცდელსა არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან ბავშვის ლოცვას პირდაპირ ზეთარში ადის მას და ძალიან ძლიერია ჩვენ როდესაც ვყვებით მამაო ჩვენოს მან ვამბობთ იყოს ნება შენი
ღმერთს ვეუბნებით, რომ იყოს ნება შენი, რაც გინდა შენი ის მოხდეს და არა მე რაც მინდა ის. და უნდა გავცეთ ჩვენი სიყვარული და გრძნობები სხვისთვის. რად უნდა იყო რომ თავი გაწირო ყოველთვის. არ უნდა შეგეშინდეს. ეს უნდა დაეხმარო მას, ვისაც უჭირს ახან, რადგან ხვალე შენთან არ მოვიდეს ეს ჭირი. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ მარტო ჩვენს თავზე და უნდა გვაინტერესებდეს სხვაც და სხვისი ბედიც. იმედით ვარ ახლა რომ ეს ჩვენი ლოცვა და ეს ჩვენი წადილი აგვისრულდება და ჩვენი ნიკოლოზი ჩვენ დაგვიბრუნდება, ჩვენთან ერთად გაკვეთილებზე დაესწრება. აბა მითხარით ახლა ვის წამს რომ ნიკოლოზი გამოკეთდება? ყველაზე მთავარი ჩვენი იწირება რწმენა. ჩვენ თუ გწამს, ყველაფერი ჩვენ რწმენაზეა. აი ღმერთო, შეგვისრულე ეს თხოვნა, ეს არის ჩვენი საერთო ოჯახის თხოვნა და მე დარწმუნებული ვარ, აქ უკეცრემლები წამოვიდა და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი თხოვნა ზეცაში წავიდა. აი მე როდესაც ცრემლები წამოვიდა ხოლმე ვფიქრობ და მის თითქოს რომ ღმერთი მყავს გულში და ველაპარაკები. წინ მიდგას და ასე ვესაუბრები. აი რაღაცა საოცარი ხო პატარა ტაძარი და მადლიანია. ტყუილად ლექსომასწავლებლმა გითხრათ რომ არაფერი არ ხდება, ხო ბავშვებო? ამიტომ ნახე უფალმა ერთად შევკრიბა და ამოგვიყვანა რომ ნიკოლოზისთვის გველოცა. ხო ძალიან მაგარია. და დარწმუნებული ვარ რომ გულით ჩვენს თხოვნა შეისმეს და რამდენი ცრემლიანი თვალები იყო რომ გულით იტკივილეს ნიკოლოზის ეს მდგომარეობა. გულში ჩამჩა ის ნიკოლოზის ამბები. ყოველთვის მაქვს იმის იმედი, რომ თქვენთან ერთად თუ ვიქნები, ჩემ ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნება და ღმერთთან ყოველთვის ახლოს ვიქნები. სოფლის წუთების სტუმრები როგორ გაუმარცხარი გზის გვალვების შემდეგ წვიმა რომ მოვა მოლოდინში ვართ მზის სასწაულია ყოველი წამი სასწაულია მზე სასწაულია მიწა და წყალი სასწაული ხარ შენ დაიჯერე მოვა დაინახე და გაიგებ ხმას სიყვარულის დროა და შენ იპოვნე მას დაიჯერე მოვა დაინახე და გაიგებ ხმას სიყვარულის დროა მე შენ ვერ განებებ თავს ვეფხის თაოსნის სამეგობრო ვართ, ხო? ამაზე დიდი არაფერი არ არის ამ ქვეყანაზე, როდესაც მოყვასისთვის გაიჯები, მეგობრისთვის გაიჯები და მე გითხარით, კიდევაც ნერთვილი არ უნდა იყოთ არც მეგობრებისთვის, არც უნდა დაიხარჯოთ მაქსიმალურად სიყვარულში და ყველამ აი ესე თქვენს გულებში ჩაიხედეთ და თქვით, რომ აი ეს სიტყვები ერთად თქვათ, ერთად შევძახოთ და ჩვენით არაფერი არ შეგვიძლია. უფალს თხოვოთ, რომ შეგვაძლებინოს, რომ აი ასეთი მეგობრები ვიყოთ, რომ ერთმანეთისთვის გულის, სულის, ყველაფრის გაღება შეგვეძლოს და აი ეს ჩვენი ეს ერთობა კიდევ სხვა ადამიანებს დაეფინოს სიყვარული ჩვენი გზად და ხიდად. მამს მოყარე მოყვრისათვის, თავი ჭირსა არ დაბრიდან. გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად. გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად. გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად. ისევ გავიდა დღე სიახლეს ელია ოცნების ქალაქში ციგეს ელია ნუ დაუშლიბავს ნუ დაუშლიბებს იქსაც ნებეს ნუ დაუშლიბავს ნუ დაუშლიბებს იქსაც ნებეს ჩვენ ავაშენებთ ოცნების ქალაქს ოცნების ქალაქს ოცნების ქალაქს ჩვენ ავაშენებთ ოცნების ქალაქს ოცნების ქალაქს ოცნების ქალაქს და შენ ნუ დაუშლიბავს ნუ დაუშლიბებს იქს ოცნებეს ნუ დაუშლიბავს ნუ დაუშლიბებს იქს ოცნებეს და თუ შენ ჩამგიდებ ხელს ჩვენ არ შევაჩერო ჩვენ არ შევაჩერო ჩვენ არ შევაჩერო და თუ შენ
ჯანგიდებ ხელს ჩვენ არ შევაჩერო ჩვენ არ შევაჩერო გულში არის სრული სიხარული ვერ აღწერ ასეთი ბედნიერება რავი ცხოვრებაში არ მინახავს და ძალიან შემეხო გულზე მართლა მე ყველაზე მეტად ჩვენი ერთობა მიხარია და აი ყველა ერთად რო ვერთობით და მხიარულობთ ერთად მოწყენილი სახეები დღეს არ იქნება იმიტომ რომ ეს დღეები იყო ისეთი რომ აი არ დამავიწყდება მართლაც არასდროს გულის ერთობა ჩვენ შორის ჩემთვის თავბეჭდავი და მნიშვნელოვანი არის იმას რომ ყველანი ერთად შევიკრიბეთ ავედით იქა და ნიკოლოზზე ვილოცეთ მე კიდევ ერთხელ მინდა ჩვენ სამყარო ნანა მასწავლებელს მოვეფეროთ, იმიტომ რომ აი ეს ძვირფასი ერთობა ეხა ჭიათურაში რაც შეიკრიბა თან გალამაზდა ერთო მასწავლებელო, იმიტომ რომ ჩვენი სამყარელი ტარიელ ხალხელაური გამოგვიბრძანდა. აღელა ვლადიმირე ყავდა ეხა ტელეფონის მოა რო გავიდეთ. ვლადიმ რა გააკეთა, ამ ხელა სიყვარულია, ხო, ეს ჩვენ ხომ ადლიერებით უნდა აღვნიშნოთ. ჩავიდა კაცმა კახეთიდან. ჩაისვა ჯერ ტარიელი, მერე გაუარა ვანო ჯაფარიძეს. ჩამოიყვანა ჭიათურაში. არ დალია თვითონ. და დააბინავა და 2:30-ზე მომწერა რომ ყველანი დაბინავებულია, ჩემო ძმაო, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად არისო და თქვენ სამსახურში ვარ 24 საათიო, აი ესეთი. თავისი საწვავი, თავისი მანქანი, თავისი სიყვარულით. კიდე მოვიდა რამეში ხო არა ვარ საჭირო. მე ამბობდა რომ ეხლა არ ვიცი აქ რა სიტუაციაო და მოდიო თქვენ უფროსებს მიხედეთო. და ბავშვებს მე წავიყვან და მე დავაპურებო რა წარმოიდგინეთ. აი მაგიტო ჩამოვედიო რომ ბავშვებსო მე წავიყვან. უნდა ბავშვებში იყოს გაილავოს და ბედნიერდება ამით რა. ხო, მე ჩემმა ნათლულმა აქ არ არის გრიგოლი ვისაგებლებ. მაგანაც დიდი სკოლა გაიარა მორჩილების და სიყვარულის მეუფე სტეფანესთან. აი რთული ამბები რო იყო მარტვილში, სულ მაგისი მარჯვენა ხელიც იყო, მძღოლიც იყო, რავი ყველაფერი იყო რა. მაგის გარეშე მეუფე ვერ ძლევდა და ეხლა უკვე აქეთ ჩამოვიყვანეთ. მადლობა უფალს. აი არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის, ზუსტად ვიცი რომ ეს სამადლობელი მივა უფლამდე და ჩვენ სამშობლოსცოდნეობის მომავალთაობას სიკეთით დაუბრუნებს. არ ვიცი, ჯერ კიდევ ვერ გამოვსვლა ემოციებიდან. დღეს მთელი ჩემი პატარა ქალაქი გუშინდელ დღეზე საუბრობდა. გამოდი ქალაქშიო, მეგობარი მწერს, ნანა ქალაქში გამოდი, რა ხდება არ გაინტერესებსო, სადაც ფეხი გადავდგიო, ყველა ემოციით ლაპარაკობს ამაზეო. დღეს ნახეთ უკვე ტელევიზიამაც გააშუქა ჩვენმა ქალაქის მერიამ ფოტოები დადო, არ ვიცი აღდგე როგორი ვინახავ წერილებს, ვსქრინავ და ვინახავ რომ აი ეს არ ჩერდება ტელეფონი საერთოდ და მადლობა ლექსო მასწავლებელო ამ სიყვარულისთვის, ამ ემოციისთვის, იმ მუხტისთვის, რაც შემოიტანეთ ჩემ ქალაქში. სიყვარული შემოიტანეთ და დღეს კიდე სკოლაში რა ხდებოდა, ყველა გაკვეთილი ჩემმა კოლეგებმა მიუძღვნეს ამ დღეს. ყველა გაკვეთილზე, ყველა მასწავლებელი გუშინდელ დღეზე უტარებდა ბავშვებს გაკვეთილს და დიდება და მადლობა უფალს. მადლობა ლექსო მასწავლებელო. გაიხარეთ, აი მარიკა მასწავლებელი გზაში გვიყვებოდა, მოკლედ რომ მეო დილის 9 საათიდან სკოლაში ვარო და ყველა გაკვეთილი დაიწყო მაგინით, აბა ვინ ნახა, ყველა ვნახა, აბა თქვენი აზრი რომ მიდიოდა გაშიფრა რომელი მოეწონათ, რომელი ადგილი და ნუ არ ვიცი ახლა, აი მართლა რაღაც საფრული, მითიური სუნთქვა შედგა რა, აი და არა მარტო ამ სკოლაში ლექსო მასწავლებელო, ბევრ სკოლაშიც ამით იწყებოდა დღეს გაკვეთილები ჩემ ქალაქში. დიდება ღმერთს. გაიხარეთ. მადლობა თქვენ და იქნებ შევძლოთ ლექსო მასწავლებელო ყველა კუთხეს ვაჩვენოთ. კი. ვაჩვენოთ ეს საქართველოს უნდა ნახოს, ყველა ამბობდა ლალი მასწავლებელი. და ომი აღარ იქნება, ზიურზე რო ამბობდნენ ხოლმე ჩვენს ბავშვობაში, იქნებ მოხდეს ესეთი რაღაცა და ყველა კუთხე ვნახოს და რაღაცა სხვანაირად შეხედონ, ნამდვილად სხვანაირი შეექმნათ რაღაცა
დღეს ერთი მირე ყავდა რომ დღეს ერთი მირე ყავდა რომ აი ხვალაც რო ჩამოვიდეს ეგაც ყოველ დღე რო ჩამოვიდეს ყოველ დღე თქვენთან ვიქნები და ყოველ დღე უყურები მე მოწით რა ემოცია ჩვენი ქალაქის მერი აი მეხვერწება დღესაც აი მისი მეუღლე მიმხელა წერილი მომწერა არ ვიცი რამდენჯერ მითხრა ლექსომასწებელსაც თხოვათა აი მე გავაკეთებ ყველანაირ ორგანიზებას აბსოლუტურად რაც დაგჭირდება დამიწერეთ ყველაფერს ოღონდ კიდევ ერთხელ ჩამომიტანეთ ეს სპექტაკლი რომ ყველას ვაჩვენო არ ვიცი ესეთი მუხტი ჩემ ქალაქში არ ახსოვთ მართლა არ ახსოვთ რომ არ წამოვიყვანეოს რა შეცდომა დავუშვით კადრებიდანაც ჩანს ეს ყველაფერი საოცარი კადრებია იქ ბატონ ტარიელს რო ემშვიდობებიან ბატონი ვანო ჯაფარიძე და ჯერ მარტო კადრები არის და ახლა თვითონ შინაარსი წარმომიდგენია როგორი იქნებოდა სპექტაკლი როგორი იქნებოდა და აი უბრალოდ უნდა ვნახოთ სულ ყველამ აი სპექტაკლი იყო ლალი მასწავლებელო ზუსტად სპექტაკლზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში ჩვენ აი სპექტაკლი იყო ისეთი დიდხანს გაგრძელდა მაგრამ დარბაზში იყო მხოლოდ სიჩუმე ცრემლიანი სიჩუმე მე ესეთი რამე არ მინახავს აი ყველა იყო განაბული და იყო მხოლოდ ცრემლი ხმაურობდა არ ვიცი ეს რა იყო არ ვიცი ბავშვებმა რა დადეს იქ ამ ხრა როგორ აი გულიდან ქონდათ წამოღებული თითეული სიტყვა და გულიდან წამოსული მივიდა ყველას გულამდე და ეს არის ლექსომასწავლებელის კი ბატონო მადლობა ლექსომასწავლებლო არ დავიღლები სამადლობელი მადლობა ნამდვილად მადლობა იმ მასწავლებლის და მასწავლებლის შეფასება არ მოგვისმენია და სიამოვნებით მოვისმენდით საღამოშვიდობის მოგესალმებით ეხლა რომ საუბრობს ნანა ეხლაც მეტირება და გუში მთელი სპექტაკლი კიდე კარგი მარტო დავჯექი ადგილები არ იყო და ერთი ადგილი სადღაც დამითმეს და თან მრცხვენოდა რომ ესე ვტიროდი და თან რა ვიცი სიხარულითაც და ბედნიერებითაც და ემოციით საოცარ იყო თემა თვითონ რა ვიცი როგორ შეარჩიეთ არ ვიცოდი თუ ეს ახალი თემა იყო წმინდა ნინოზე ხო მინახავს რა თქმა უნდა ეს სპექტაკლი და ისიც ძალიან შთამბეჭდავი იყო მაგრამ ეს ასე შერწყმული თანამედროვეობასთან თან წარსულთან თან ყველა ადამიანმა თავისი თავი და თავისი ბავშვობა ყველას ესე წარმოუდგა თვალწინ და რა ვიცი ლექს ღვთისკაცი ხარ მართლა ვიცი რომ არ გიყვართ მაგრამ საოცრება იყო და ეს ბავშვები აი მე რა მიხარია ყველაზე მეტად და ყველა ჩვენგანს ალბათ და ვანო ჯაფარიძემაც ეს უთხრა და ტარიელმაც რომ ეს ბავშვები ვით სცენაზე იდგნენ ახლა ესენი ხო ყველა კარგი მამული შვილები გაიზრდებიან თავის მეგობრებსაც ხო გადასცემენ თავის გარემოშიც ხო სამაგალითო იქნებიან ალბათ თავის კლასში და თავის სამეგობროში და ეს უკვე რამხელა რამდენი ადამიანია მოქცეული და რამდენის გულში არის ეს კეთილი მარცვალი. რასაც ეს გუთანი აკეთებს და რა ვიცი, მე რა დამამახსოვრდა კიდე ყველაზე მეტად, რომ ნანიკო თქვენმა მერმა თქვა, რომ ესეთი შეცდომა არ დამიშვიაო, რომ ჩემი შვილი არ წამოიყვანე, ჩემო მეუღლე მითხრაო, ეს რა გავაკეთეთო, რატო ბავშვი არ წამოიყვანეთო და სუფრაზეც გავიგონე რა უთხრა ყველას რომ 15 ივნისამდეო 15 ივნისამდე ეს ბავშვები ჩამომიყვანეთო კიდეო მანამ დაითხოვდნენ ალბათ სკოლას რომ ბავშვებს ვაჩვენოთო ესო დიდებისთვის კი არის მაგრამ ეს დარბაზიო ბავშვებით უნდა ყოფილიყო სავსეო და მართლა მაგრამ საუკეთესო იყო რომ მასწავლებლები იყვნენ და ნანა ყოჩახ რა ვიცი მადლობა მართლა თქვენც რომ მთელი ქალაქი ფაქტიურად დაესწრო, რამდენი ადგილი არ იყო არც ერთი თითქმის მთელი დარბაზი სავსე იყო და მაღლაც იდგა ხალხი, მაღლაც შეუშვეს ხო და ამ ადამიანებს 450 ადამიანი ეტევა იმ დარბაზში, მითხეს რომ 450-იო დაბლა მარტო და ეხლა ზემოთაც ხომ იყო და ხო გაივსებაო ეხლა ჩვენ რაც შეგვიძლია კულტურის სახმა გითხრა რომ თუ რამეო მობილიზებას გაუკეთებ რომ ჩემი თანამშრომლებითო უხერხულია ეხლა სტუმრებისთვისო და აი ზუსტად ვიცოდი რომ გაივსებოდა იმიტომ რომ აქ უფალს გზნობდი უფლის თანადგომას გზნობდი და
ყველაფერი რომ უფალს რომ მიენდო მასავლად ჩემო თამარ დედამ და ჩემო ლექსო მასებელმა რომ მივენდოთ უფალს და მივენდეთ უფალს და ისე მშვიდად ვიყავი რომ ზუსტად ვიცოდი რომ დარბაზი ვერ დაიტევდა ხალხს და მართლა წარმოიდგინეთ ხალხო აი ეს უზარმაზარი არც ისე ჩამოხვალთ და ნახავთ მიამაყება ჩემი ქალაქი და ბავშვები გაგიჟდნენ როგორი სივრცეაო ეს რა სილამაზე მასწავლებელო და მართლა რა ვიცი მადლობა და ზღვა მადლობა თქვენს და კიდევ რისი თქმა მინდა და ჩემს გვერდზე ვინც იჯდნენ ბავშვები თავიდან თამაშობდა ტელეფონში ერთი გოგონა იყო მე უცბად მოწყვიტა და ჩაიდო ჩანთაში და აი როგორ უსმენდა არ ვიცი და მე ვამბობდი ვფიქრობდი ხა მე ხო ნუ მინახავს ეს ბავშვები და ვიცნობ და ასე თუ ისე მართლა ჩემებიც არიან ამდენი ემოცია მაკავშირებს და მე რა დღეში ჩავარდი და ის ადამიანები ვინც პირველად მოისმინეს ახლა ეს თუნდაც ის ბავშვები იყვნენ საკმაოდ იყვნენ ბავშვების დედებთან ერთად ჩოვლებთან ერთად და იმათთვისაც რამხელა არ ვიცი სიკეთე იყო ეს და მართლა უფლის წყალობა იყო რომ ამდენმა ადამიანმა ეს ყველაფერი თავისი თვალით ნახა მადლობა ღმერთს მე პირველად ვიყავი ჭიათურას შემდა სამარცხვინოთ და სამწუხაროდ და არ ვიცი მოხიბლული ჩამოვედი მთელი ღამე ვერ დავიძინე ისე აფურიაქებული ვიყავი და ტარიელი მე ვლადის გამოვყევი მადლობა ვლადის რომ დღეს დილით სამსახურში უნდა ყოფილიყავი და ვერ დავრჩი და წამომიყვანა ვლადიმ და ისეთი ის იყო ტარიელმა თქვა რომ ვერც კი ვლაპარაკობო აი სიტყვები არ ქონდა ამ ბუმბერას ადამიანს რომ რა საოცარი გარემო იყო და რამდენიმე სიტყვა მე ბატონმა ვანომ თქვა და შეაჯამა ეს ღონისძიება და ისიც გაოცებული იყო მადლობა ამ ბავშვებს რო აქვთ საშუალება რომ თუნდაც ამ ბუმბერას ადამიანებს შეხვდნენ და მოისმინონ მათი რჩევები და ტარიელმა თქვა რომ მწვერვალზე მინდაო დავდგეო და ვთქვაო რომ საქართველოს მოდისო ამ ბავშვების სახელითო და სახითო და ესენი ჩვენი მომავალი არიანო და მართლაც მადლობა ღმერთს რომ მოვესწარიო ღმერთმა რომ მომასწრო ამ თაობასო ხა ესეც რამხელა ეგ თქვა სასწაული საოცრება იყო და რომ ვიცოდეთ რამდენი ვიდეო იდება დღეს ბატონი ტარიელის და რამდენ ადამიანებდა და ყველა აქ როგორ ვერ დავესწარით და როგორ სადაეტეოდი მეორე წელს ადგილებიც აღარ იყო და რა თავდაბალია თვითონ და მართლა რა სიმშვიდე აქვს ეს რომ არ პირიქით ვინც მივა და ეუბნება რომ ფოტო გადავიღოთ ყველგან მარტო გუშინარა ყოველთვის ეგრეა ხო ჩაიხუტებს ყველას დიდია ბატარიანა სიკეთით სავსე მადლობა ნანიკო მადლობა და ლექსო გენაცვალე თქვენ ყველას გაიხარე მარიკა ეს მაკა გაიხარე აი დიდი გული ჩვენ გიყვარს ჭიათურა გივი გენაცვალე ოხარ ჭიათურელი 10 წუთით ადრეც არ ვიცოდი შევძლებდი თუ არა და მართლა რომ ღმერთი ალაგებს ყველაფერს თან უნდა მითხრა რომ ტრანსპორტში ადგილი არ არის ჯერ ვიფიქრე ჩემი მანქანით ხო არ წავიდე დამირეკა მე რამდენიმე წუთში და მამა ზაქარია და გივი მოდიანო და ეგენი გამოგივლიანო და მადლობა მამა ზაქარიას და გივის რომ მაგათმა წამომიყვანეს და ვეზიარი ამდით სიხარულს მადლობა მასწავლებელო მადლობა მაკო რომ ჩვენ გვერდით იყავით და მე ძალიან დიდი სამადლობელი მინდა უთხრა ირმა მასწავლებელს გუშინ წინ მირეკავს ირმა მასწავლებელი და მეუბნება რომ თუ შეიძლება რომ ჩამოვიდეო აი მე რომ იცოდეთ როგორ ამემსო გული სიყვარულით მეთქი რას ამობთ უნდა ჩამოხვიდეთ აბა რა უნდა ქნა თქო მაგრამ შესაბამისი მასპინძლობა ვერ გაუწია ირმა მასწავლებელს იმიტომ რომ ისეთი ისეთი სიტუაცია იყო აზრზე რომ მოვედი ზუსტად ვიცოდი რომ სახლში იყო უკვე ირმა მასწავლებელი მადლობა ირმა მასწავლებელი რომ ჩვენ გვერდით იყავით უღმესი მადლობა გეფერებით ვერც გავჩერდები უღმესი მადლობა გაიხარეთ პირიქით მადლობა უფალს რომ მე ამ დიდი ოჯახის წევრი ვარ და რა ვიცი ისეთი ემოციები მქონდა რომ მამა ბასილის არ იყოს გული რო ამიჩქარდა არ ვიცი როდის ჩანელდა მაგრამ დღესაც პერიოდულად რო გამახსენდება ის გულის აჩქარება და ყელში ბურთი ისევ მებჯინება სიყვარულის სიხარულის მადლიერების და აი არ ვიცი და ამ ბავშვებს რო უყურებდი მართლა ხვდებოდი რომ საქართველოს არ გადაშენდება და ყოველთვის მყარად ვიდგებით ფეხზე და ძალიან ბევრჯერ მქონდა სურვილი რომ სცენაზე იმ ბავშვებთან ერთად ვგარიყავი და ხმამაღლა მეთქვა რომ საქართველოს მიყვარხართ ყველა ჩემები
რა ვიცი, აი რომ მეიმედებით და მართლა აი არ ვიცი, რა ემოციებისგან ისე ვიყავი, რომ რა თქმა უნდა ცრემლობსაც ვერ ვიკავებდი და ეს სიყვარულის და მადლიერების ცრემლი მოდიოდა, რომ მე აი ამ დიდი ოჯახის წევრი ვიყავი და არ ვიცი, მადლობა უფალს, რომ რატო ვარ თქვენ გვერდზე, რა გავაკეთე ამისთანა, რომ ამ ოჯახის წევრი გავხდი. აი არ ვიცი, მადლობა ყოველ ნაბიჯზე ყველაფრისათვის და მიყვარხართ მეიმედებით და აი არ ვიცი, სიტყვებს ვერ ყველაფრის. სადე ეგ სიტყვები ვთქვი გუშინ ირმა, მეთქი აი მთელი დარბაში რო ვიჯექი, მეთქი ღმერთო, განა ასეთი რა დავიმსახურე, რომ ღირსი გამხადე, რომ ვიყო ამ დიდი ოჯახის წევრი. აი ისეთი მადლიერებით მქონდა, უფლის მადლიერებით სავსე გული, რომ როგორ გაუძლო ამ გულმა ამ ხელა ემოციას, აი მართლა არ ვიცი რა. სასწაული დღე იყო, რაღაცა ზეაღმატებული და ერთი ესეთი რამე მითხეს კიდე დღესო სამასწევლოში ვსაუბრობდით მასწევლებიო და აი გვინდოდაო რომ რაღაცა ერთი მომენტი დაგვეჭირაო რომ როდესაც შეიძლება აი ეს ასე კი არა ასე რო ყოფილიყო აი ესეც ვერ ვიპოვეთო რა ყველაფერი იმდენად ზეაღმატებული იყო რომ ხო არის საქმეს ვერ აკეთებ ისე რომ რაღაც არ უპოვო იმას რომ აიმე ნეტა ეს ასე კი არა ასე ყოფილი აი ესეც ვერ ვიპოვეთო ერთმანეთს ვეუბნებითო ერთი დავასახელოთ რამე ისეთი რომ რაზეც შეიძლება ასე თქვაო. არ ვიცი. მადლობა უფალს და დიდება უფალს, ეს არ ვიცი, ეს რა იყო ხალხნოებ. ეს უნდა სამყაროს ენახა, რაც გუშინ აქ ხდებოდა. ჩვენა ერთი გული ჩვენს წამოვიღეთ და ეს გული იმდენად ძვირფასია, მართამ ჩაიდო ტელეფონში შენახული აქ, რომ იმხელა სიყვარული აქ იმ გულს გამოყოლილი, რომ არ ვიცი, ის არასოდეს არ განელდება. კი, ეგ იმასწრებოდა, ასეთი გული. ეს ჩვენი ფერია გოგო რომ ჩამოხტა სცენიდან და მოაბნია ეს გულები, ეს აიმე რა და მე ეს რა იყო, აიმე. აიხარეთ, მიყვართ. მადლობა ლექსო მასწავლებელო. უბრალოდ მე მადლობა და ეს სპექტაკლი ნახოს სულ ყველამ ნახოს, ყველა კუთხემ ნახოს, ყველა კუთხე. რამდენი ვიდეოდევს იცით ჭიათურა, ჩემ ჭიათურლების ბევრს ქონდა გადაღებული და დებენ აქტიურად აი მაგ სიტყვებს რა გამოსვლას. მე ბოლოს ესე დავამთავროთ, რომ ბზობის ხატზე ასეთი გამოსახულებაა რა. ვირზეზის იესო ქრისტე და ხალხი უგებს პალმის ტოტებს და ზოგი ტანსაცმელს იხდის და პატივისცემის ნიშნა და ოსანა უყვირან ოსანა. ანუ დიდებით მიიღეს იესო ქრისტე იერუსალიმში. ხო და როცა რაღაცა წარმატებაა და ან მეწილად მე მომაწერეთ ყველაფერი, მე კი ვიცი საიდან არის ეს ყველაფერი და მე რომ თქვა რომ აი მე რაღაცა კარგი გამომივიდა, მე რაღაცა კარგი დავწერე და მე რაღაცა ეს იგივეაო რომ სახედარმა იფიქროსო რომ ამ პალმის ტოტებს მე მიგებენ. ამ შემთხვევაში მე სახედრის როლი ვითამაშებ, მაგრამ სულიწმიდის მადლი აკეთებს. უბრალოდ მადლობა ღმერთს რომ ამ შემთხვევაში ღმერთმა ჩვენ შეგვარჩია და შევყრიბა და კიდევ ვიმეორებ, აქ ყველაზე მთავარი ჩვენი ურთიერთსიყვარულია. ღმერთმა იცი ჩვენ ამდენი ხანი როგორ ალალად პატიოსნად მართლა სამშობლოს სიყვარულით და ეკლესიის სიყვარულით მოვდივართ და აი ჩემი აზრით წარმატების მთავარი მიზანი ჩვენი ერთობაა, ჩვენი მცდელობაა, რომ ვემსახუროთ ქართულ იდეას, ჩვენ პატრიარქს და ჩვენ სამშობლოს და დანარჩენ საქმეს თვალი აკეთებს და დიდება უფას. კარგით, აბა დაგემშვიდობოთ სიყვარულით, მიყვარხართ და მადლობა უფალს. ლექსო მასწავლებელი. მშვიდობიანი ღამე. მშვიდობიანი ღამე. გივი შენ შემოგიყვე. მშვიდობიანი ღამე. მომენატრეთ ქალბატონებს ყველა. გენაცვალე ლალიკო. ჩვენს ერთობას გაუმართ. კარგად საყვარლები, კარგად იყავით, აბა ნახავთ.